ომები გვიახლოვდება. თბილისიდან დაახლოებით 450 კილომეტრში უკრაინული დრონები დაფიქსირდა, თბილისიდან დაახლოებით 300 კილომეტრში ირანული დრონები დაფიქსირდა. შესაბამისად, უკრაინული დრონები აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც შეეხება ირანულ დრონებს, ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნახჩევანში აეროპორტს დაეცა. გამარჯობა, დღეს 5 მარტია 2026 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1470 დღე გავიდა, ხოლო ირანზე ისრაელის და ამერიკის თავდასხმიდან მე-6 დღეა. თქვენ ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის, მე ვარ ჟურნალისტი რატი მუჯირი. დღევანდელ ეპიზოდში ამ თემებზე ვისაუბრებ, ვეცდები ძალიან მოკლედ შევეხო ირანის თემას და ასევე უკრაინას, რადგან ირანის თემის პარალელურად საკმაოდ ასე ვთქვათ, უკანა პლანზე გადაიწია უკრაინის თემა, თუმცა იქაც საინტერესო ამბები ხდება. ვერ მოვასწარი თებერვლისთვის სტატისტიკის გაცნობა, არხის ერთმა მაყურებელმა იცის, რომ თვის ბოლოს ვაჯამებ ხოლმე უკრაინაში გასულ თვეს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე დღეს მექნება საუბარი. სანამ გადავალ თემებზე სალაპარაკოთ, მანამდე გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. არხი მხოლოდ დონაციებით ფუნქციონირებს, მის მსურველებს აღწერაში ანგარიშის ნომერია. მოკლედ, თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ ახლა გამოიწეროთ, დავიწყოთ. დაფიქსირდა ოფიციალური თბილისის გარშემო, ასე ვთქვათ, სულ უფრო ვიწროვდება ეს წრე. აფხაზეთში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ ღამე დაფიქსირდა უკრაინული დრონები. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, თუმცა ასეთი მასიური პირველად მოხდა. ვრცელდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები. და რა თქმა უნდა, როდესაც შენს სუვერენულ მიწაზე რაიმე ტიპის სამხედრო თავდასხმა ხდება უცხო ქვეყნის მიერ, ეს მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ეს თავდასხმა ხდება საოკუპაციო ძალებზე, იმ ბაზებზე, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებულ მიწაზე რუსებს აქვთ განლაგებული, ეს ვფიქრობ არც თუ ისე ცუდი ამბავია, რადგან დიახ, რაც უფრო ნაკლები რუსი ჯარისკაცი იქნება, მით უფრო ნაკლები საფრთხე გვემუქრება ჩვენ. რაც შეეხება აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს, ირანმა დღეს დაარტყა მის აეროპორტს, ვრცელდება ინფორმაციები დაშავებულების შესახებ, ახლა როცა ამ ეპიზოდს წერ, ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და იმედია არც გავრცელდება. რა შეიძლება ითქვას, არ ვცდილობ პანიკის დათესვას, რა თქმა უნდა, გულწრფელი რომ ვიყო, არ ველოდები რომ ოფიციალური თბილისის კონტროლებად ტერიტორიას რამე საფრთხე დაემუქრება, თუმცა ასე ვთქვათ, ლეგიტიმური სამიზნეები, როგორც ირანს, ასევე უკრაინას აქვს. უკრაინის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ყულევის ტერმინალი, ჩვენ ვიცით, რომ იქ რუსული სანქცირებული ნავთობის გადამუშავება ხდება და უკრაინელებს გაცხადებული აქვთ, რომ ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ეხმარება რუსულ სამხედრო მანქანას, მათთვის ლეგიტიმური სამიზნეა, თუმცა მე არ ველოდები, რომ უკრაინა ყულებზე ამ ეტაპზე დარტყმას განახორციელებს, არა იმიტომ, რომ თქვათ სამხედრო ასე ვთქვათ, ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვთ, არა თავისუფლად მიწვდებიან, უბრალოდ ყულევი ამ ეტაპზე განიხილება სასანქციო სიაში და არ მგონია, რომ უკრაინამ სანამ აი ეს საკითხი ბოლომდე ამოიწურება, მანამდე ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადადგას. ესეც რომ არ იყოს, ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ გარკვეულ ძვრებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, აქ ცალსახად ხაზგასმელია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების ადმინისტრაციას და ზელენსკის ადმინისტრაციას არც თუ ისე თბილი ურთიერთობები აქვს, ყველაზე მსუბუქად რო შევაფასოთ, თუმცა რაღაცა ელჩი გამოგზავნეს სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ მუდმივად მხარს უჭერთ სხვადასხვა რეზოლუციებს უკრაინის სასარგებლოდ, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკრაინის მხრიდან თბილისის კონტროლებულ ტერიტორიაზე დარტყმას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ირანს, ირანისთვის ლეგიტიმური სამიზნე ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენი არის, მით უფრო რომ ისრაელის გარკვეულ ენერგორესურსებს სწორედ აი ამ მილის გავლით იღებს, შესაბამისად სხვადასხვა მედიებში გავრცელდა კიდევაც ინფორმაცია, რომ ისრაელს სამიზნეში ამოღებული აქვს აი ეს მილსადენი, თუმცა მე არ მგონია, რომ საქართველოს კონტროლებად ტერიტორიაზე ამ ნაწილზე მოხდეს თავდასხმა,
მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ვერ გამოურიცხავს. შესაძლოა გაჩნდეს, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ რადგან ივანიშვილის რეჟიმი აიათოლების რეჟიმთან თანამშრომლობს, ანძა გაუნათეთ, სამძიმრებში დავდივართ და სხვა ტიპის დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, ამის გამო ირანმა თავი შეიკავოს საქართველოზე შეტევაზე, თუმცა აი ამ მოსაზრებას და ნარატივს აბსურდულს ხდის თურქეთზე, ომანზე თავდასხმები, რადგან და მათ შორის აზერბაიჯანზეც, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვჩეს. თურქეთიც, აზერბაიჯანიც და ომანიც, სუბუქად რო ვთქვათ, ირანის მხარდაჭერები არიან. ყველაზე მსუბუქად რო შევაფასოთ, თურქეთის და აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ანტიისრაელური. შესაბამისად, იყო მოლოდინები, რომ და ომანში საერთოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმართებოდა, ხო და იყო მოსალოდნელი, რომ ირანი ამ ქვეყნებს არ დაარტყება, თუმცა ყველა ვინც ამას ველოდა შეცდა, ირანი ახლა ყველა მიმართულებით ისვლის რაკეტებს და ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, სადაც ხელი მიუწვდება, ყველაფერი დაბომბოს. ირანის ახლანდელი პოლიტიკა არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა ჩართოს კონფლიქტში იმისთვის, რომ აი ეს ისრაელის და ამერიკის თავდასხმა რეჟიმის წინააღმდეგ გადაიზარდოს რეგიონულ ომში და რეგიონის ქვეყნები მაქსიმალურად ფრთხილობენ, მათ შორის თურქეთიც უნდა აღინიშნოს და თურქეთის კონტექსტში ნატო, თურქეთის მიმართ გასროლილი რაკეტები სწორედ ნატოს სარდლობამ ჩამოაგდო, გაკეთა განცხადებები, რომ ახსნა განმარტებებს ითხოვენ ირანისგან თუ ეს რატომ მოხდა. ირანის პოზიცია არის, რომ გაგებით მოიკიდეთ, ჩვენ ვუტევთ ამერიკულ ბაზებს რეგიონში და არა ქვეყნებს, რაზეც ქვეყნების პასუხი არის, რომ ეს აი ამ ქვეყნების სუვერენულ მიწაზე თავდასხმა არის. ნახოთ ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები. ხამენეი ლიკვიდირებულია, მისი შვილი აირჩიეს ახალ სულიერ ლიდერად, თუმცა მას ამ დროისთვის განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უფრო ცლად ირანზე შემდეგ დღეებში სხვა ეპიზოდებში ვილაპარაკებთ და დღეს როგორც გითხარით კონცენტრირდები უფრო უკრაინაზე და თებერვლის თვეზე, მით უფრო რომ საინტერესო იქნება სტატისტიკის დაკვირვება, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ აფხაზეთის საკითხს, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ომში ჩართვისგან გვიცავენ, სინამდვილეში ეს პირიქით არის, ომში ჩართვა ხდება არა დასავლეთის ზეწოლით, არამედ რუსეთის ზეწოლით. ის მომავალი შესაძლოა მთელს საქართველოზე განივრცოს, რაც თქვათ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის, რადგან თუ კი ვინმე უზრუნველყოფს ქვეყნების ომში ჩართვას, სწორედ რუსეთი არის. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებლად ერთის მხრივ მოლდოვა, სადაც არის პროუკრაინული, პროდასავლური ხელისუფლება მაია სანდუს პრეზიდენტობით და მათ ორი არჩევნები გაიარეს, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ორივე არჩევნებზე თავარი ნარატივი იყო, რომ თუ კი სანდუ დარჩება ხელისუფლებაში, ევრობიუროკრატები მას აიძულებენ რუსეთთან ომში ჩაერთოს. თუმცა უნდა ფაქტია, რომ მოლდოვა არათუ ომში არ ჩართულა, აი ეს დრონები, რომელიც რუმინეთის, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნის ტერიტორიებზე შეფრინდებიან ხოლმე, მოლდოვაში არც კი შეფრენილა. შესაბამისად, ის ნარატივი, რომ თუ კი ჩვენ გვეყოლება პროდასავლური და პროუკრაინული ხელისუფლება ეს გარანტირებულად ომში ჩართვას ნიშნავს, არის აბსურდი და აი აგერ მოლდოვის მაგალითზე ნათელი ხდება. ხოლო რაბედიელის მათ, ვინც რუსეთის გვერდზია და რუსეთთან მეგობრობს, ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც უკრაინული დრონები მიდიან და რაც შეეხება რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომელიც იქ არის განთავსებული, მათ საუკეთესოდ აჩვენეს თავისი თავი ირანში და ვენესუელაში. დარწმუნებული ვარ, აიათოლა ხამენეი და მადურო ძალიან კმაყოფილები არიან რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით და ზოგადად რუსული დახმარებით. აი ასე ეხმარება რუსეთი თავის მოკავშირეებს, როგორც მადუროს და ხამენეის დაეხმარა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გეოპოლიტიკურ არჩევანზე არის საუბარი, მე მგონი ყველაფერი ნათელია. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა კომენტარებში ანტიამერიკელები და რუსეთუმეები ეცდებიან დაწერონ, რომ კი, მაგრამ მასე ამერიკელებთან მეგობრობის გამო ერაყში და ავღანეთში ცხოვრიყავითო, მაგაზე რატო არ ლაპარაკობო? აბატონო, ლაპარაკობთ. დიახ, ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის საპირწონეთ და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საპირწონეთ ვიყავით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
მისიებში, რომელიც მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ძალიან დიდი იყო ჩვენი მსხვერპლი და ეს მსხვერპლი არავის დავიწყებია, თუ კი დღემდე საქართველოს წინ მიიწევდა დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციაში, სწორედ ეს იყო ეს მსხვერპლი იყო ეს ფასი და შედეგად საქართველოს მიიღო ის, რომ მას განადგურებული არმიიდან თანამედროვე შეიარაღების არმია ჩამოუყალიბდა და პრაქტიკულად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს აბსოლუტურ მზადყოფნაში იყო და თავსებადობაში იყო ნატოს წევრ ქვეყნებთან. მხოლოდ პოლიტიკური ნება იყო დარჩენილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღოთ დასავლურ ქვეყნებს და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეგვენარჩუნებინა ის კურსი, რომელიც მანამდე იყო, რომ გაგვეძლიერებინა ის, დარწმუნებული ვარ, ახლა როცა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, აი ეს ფანჯარა, რომელზეც მუდმივად გვესმოდა, რომ აი თქვენ უნდა მოემზადოთ და დაელოდოთ შესაძლებლობების ფანჯარას და როგორც კი გაიხსნება, მაშინ გექნებათ შესაძლებლობა სრული ინტეგრაციის, აი ეს შესაძლებლობების ფანჯარა უკრაინაში ომმა გახსნა და როგორც თქვათ ფინეთი და შვედეთი უპრობლემოდ და ერთ დღეში მიიღეს ნატოში არ გამოვრიცხავ რომ ჩვენს ქონოდა ეს შესაძლებლობა და ახლა კიდევ ერთი განმარტება რატომ მაინც და მაინც ნატოში ჩვენ ხედავთ რომ რუსეთი გარშემო ყველას ესხმის თავს გარდა ნატოს წევრი სახელმწიფოებისა პირიქით როდესაც ნატოს წევრმა თურქეთმა მას თვითმფრინავი სამხედრო თმავი ჩამოუგდო ვერაფერიც ვერ გააკეთა ვლადიმირის პუტინმა შეშფოთებით შემოიფარგლა. გარდა ამისა, პუტინის ეს ახირება, რომ გააფართოვოს რუსეთის ტერიტორიები და აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მეზობლებზე პირდაპირ აისახება. თუმცა, აბა გაიხსენეთ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს რამე დაუშავა და რატომ არ შეიჭრა აი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნებში და რატომ შეიჭრა უკრაინაში? იმიტომ ხომ არა რომ ბალტიის ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან და ნატო იცავს მას. მით უფრო რომ არათუ ცალ-ცალკე ეს სამი ქვეყანა მთლიანობაში მთელი ბალტია გასწრებით ნაკლები ტერიტორიული მოცულობის არის ვიდრე უკრაინა. შესაბამისად რომ აი ესე ცალკეულ ქვეყნებზე იყოს საუბარი და რომ არა ნატოს ქოლგა რა შეაკავებდა პუტინს რომ ჯერ ბალტიის ქვეყნებით დაიწყო და მერე გადასულიყო უკრაინაზე. ხომ ახლა ხო უფრო მეტი პლაცდარმი ექნებოდა უკრაინაზე თავდასასხმელად. შესაბამისად, როდესაც იქნება მითები რომ პუტინს ნატოსი არ ეშინია, ეს აბსოლუტური ტყუილია, რადგან ჩვენ ამას ვხედავთ რომ პუტინი ნატოს თავს ვერ ესხმის და არ ესხმის. შესაბამისად, დიახ, ჩვენ გავიქრათ მსხვერპლი ნატოსთვის, თუმცა ეს მსხვერპლი არ იყო, ასე ვთქვათ, უშედეგო ჩვენი შეერაღებული ძალების შესაბამისად განვითარდა და მხოლოდ პოლიტიკური ნება იყო დარჩენილი და ეს პოლიტიკური ნებაც არ გამოიხატა რამდენადაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ამ დროს ყავდა ისეთი, რომელსაც ეს ყველაფერი არ უნდოდა და სწორედ რუსეთთან მეგობრობის და ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, მხარეების არ გაღიზიანების პოლიტიკას ეწეოდა, ხოლო მხარეების არ გაღიზიანების პოლიტიკით რა შედეგამდეც მივიდნენ თუნდაც აზერბაიჯანი, თუნდაც თურქეთი, თუნდაც ომანი, ამ შემთხვევაში ირანის მოქმედებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ვნახეთ. ასე რომ ჩემი აზრით ამ ყველაფერში ძალიან მარტივი არის არჩევანის გაკეთება. ახლა კი გადავიდეთ ნელ-ნელა უკრაინაში თებერვლისთვის შეჯამებაზე, თუმცა მანამდე უმორჩილეს გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. თავდაპირველად უნდა ვისაუბროთ ოკუპაციის ტემპებზე, ასე ვთქვათ, ომის შესწავლილი ინსტიტუტის ინფორმაციით 2023 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რომ უკრაინამ საკუთარი ლოკალური კონცეპტებით უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაცია მოახდინა, ვიდრე რუსებმა შეძლეს ოკუპაცია. პირველად მოხდა ესეთი გარდამტეხი ამბავი. რაც შეეხება ეს ყველაფერი უშუალოდ რუკებზეც აისახება, რა თქმა უნდა და სტატისტიკაზე, აი თქვენ ახლა ხედავთ გრაფიკულ გამოსახულებას, სადაც შედარებული მაქვს 2025 წლის იანვარი-თებერვალი, 2026 წლის იანვარ-თებერვალთან პირველი ორი ბოძი სწორედ 2025 წელს ასახავს, ბოლო ორი 2026 წელს. თქვენ ხედავთ, რომ 2025 წლის იანვარში 325 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია შეძლეს რუსებმა, ხოლო 2026 წლის იანვარში 245-ის. რაც შეეხება თებერვალს, 2025 წლის თებერვალში 198 კვადრატული კილომეტრი იყო, თებერვალში 163 კვადრატული კილომეტრი. ეს ყველაფერი ნიშნავს
იმას რომ დიახ რუსეთის შეტევები შენელებულია, შეფერხებულია და როდესაც ჩვენ და მეც მათ შორის ჩემ არხზე პრაქტიკულად ყოველკვირეულად ყოველ ეპიზოდში საუბრობ იმაზე რომ რუსეთის შეტევები შეფერხებულია, ისინი მართალია წინ მიიწევენ, მაგრამ შეუდარებლად ნელია მათი ტემპი და პრაქტიკულად უმნიშვნელოა ის წინს თუ რაც აქვს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რუკებზეც და სტატისტიკაზეც აისახა. აი ესე გამოიყურება, ასე ვთქვათ, მიმდინარე რუკა, თქვენ ხედავთ გამოკვეთილი არის ადმინისტრაციული საზღვრები ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების და ხედავთ თუ რამდენი ტერიტორიები არის დარჩენილი ოკუპაციისთვის აი ამ ოლქში. ზემოდან პირველი არის ლუჰანსკის ოლქი, სადაც პრაქტიკულად სრულად არის ოკუპირებული, შემდეგ უკვე დონეცკი, სადაც დონეცკი ზაპოროჟია და ხერსონი და ხედავთ რომ კი სამივე ოლქში დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, თუმცა ჯერ კიდევ დარჩენილი არის მნიშვნელოვანი ტერიტორიები უკრაინის კონტროლ ქვეშ და რაც მნიშვნელოვანი არის ამ სამი ოლქიდან ორში ადმინისტრაციული ქალაქი ხერსონი და ზაპოროჟიის სამამისი ოლქების უკრაინელების კონტროლის ქვეშ არის. კიდევ უფრო კაფიოდ ჩანს როგორი არის ასე ვთქვათ შენელება რუსების აი ამ გრაფიკულ გამოსახულებაზე, ასე ვთქვათ, ბაც იასამნისფერში თქვენ ხედავთ 2022 წლამდე არსებულ მდგომარეობას, ანუ ყირიმის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების მხოლოდ კონკრეტული ნაწილები აი ამ ორი ოლქის არის ოკუპირებული და ეს არის მონიშნული, რაც 2022 წლამდე იყო. შემდეგ უკვე შედარებით ღია ვარდისფერი, ასე ვთქვათ, ეს არის ყველაზე დიდი ტერიტორია, რითიც არის მონიშნული. ეს არის უკვე 2023 წლის მონაგარი, ასე ვთქვათ, რუსული ოკუპაციის და ხედავთ ამ ხელად მასშტაბური და შემდეგ უკვე 2024-ში, 2025-ში და 2026-ში ხედავთ როგორ მცირდება აი ეს გამუქებული რეგიონები და აი ძალიან ახლოს უნდა ჩავიდეთ იმისთვის რომ საერთოდ აღვიქვათ რა ტიპის წინსვლა იყო აი ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ რუსეთის თავდასხმა შენელებულია და უამრავი ადამიანი ეწირება ამ ომს, პუტინის უაზრო ახირებას, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მხოლოდ სიტყვები არ არის და ჩვენ ხედავთ რომ რუკებზეც და სტატისტიკებზეც აისახება. შემდეგი მონაცემები, რომელიც რომელზეც მინდა რომ გადავიდე, ეს უკვე არის საჰაერო თავდასხმები. ჩვენ გვახსოვს რომ იანვარში იყო ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული მორატორიუმი და ჩვენ მათ შორის მეც მაშინ ვამბობდი რომ ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება შემდეგ თვეებზე და აი ამ მორატორიუმის პირობებში დაგროვებული სარაკეტო პოტენციალით გააძლიერებს თავდასხმას რუსეთი და ასეც მოხდა იანვრის ზამთრის ბოლო თვე თებერვალი სწორედ ამისთვის გამოიყენა რომ გაეძლიერებინა აი ეს საჰაერო თავდასხმები, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ომი ზამთრისთვის უკრაინამ ამჯერადაც მოიგო, ამ ზამთარსაც გადაურჩა. კი ჯერჯერობით მხოლოდ კალენდარულად არის დამთავრებული ზამთარი და უკრაინაში ყინუები და სიცივე ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა გაზაფხული უკვე დადგა და იმედი მაქვს რომ კალენდარულ გაზაფხულთან ერთად ფრონტზეც გაზაფხული დადგება და უკრაინელები შეძლებენ აი ამ თავისი წარმატებული კონჩეტების გაგრძელებას, როგორც უკვე ერთხელ გითხარით, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში უკრაინელებმა შეძლეს მეტი ტერიტორიის დეოკუპაცია, ვიდრე რუსებმა შეძლეს ოკუპაცია და ეს მოხდა პირველად 2023 წლის შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დიდი კონჩეტება აწარმოა უკრაინამ, მას შემდეგ მსგავსი ფაქტი არც ერთ თვეში არ დაფიქსირებულა, მუდმივად ახერხებდნენ რუსები უფრო მეტის ოკუპაციას, ვიდრე უკრაინელები დეოკუპაციას, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს მოცემულობა, რომელიც მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება და თვალში საცემი იქნება უკრაინელების დეოკუპაცია. ეხლა უკვე გადავიდეთ როგორც გითხარით სარაკეტო იერიშებზე, ასე გამოიყურება საერთო ჯამური მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ თებერვლის თვეში იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით. სულ სხვადასხვა ტიპის სამიზნე იყო 5324, მათგან 4562 ჩამოაგდეს უკრაინელებმა, ანუ საერთო ჯამური სტატისტიკის მაჩვენებელი ჩამოგდების არის 86%. აი ამ მონაცემებიდან დრონი იყო 5023 და მათგან 4381 დრონი ჩამოგდებულია, ბალისტიკური რაკეტა
იყო 128 და მათგან 57 ჩამოგდებული არის, როგორც ხედავთ ბალისტიკურების ჩამოგდების მაჩვენებელიც გაზრდილია, რაც შეეხება ფრთოსთან რაკეტებს 163 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს მხოლოდ თებერვლის თვეში და 124 მათგანი ჩამოგდებულია. ეს უკვე არის დრონების გაშვების სტატისტიკა ყოველდღიურ ჭრილში, წითელი ბოძები მიუთითებს გაშვებულ დრონებს, ხოლო მწვანე მიუთითებს ჩამოგდებული დრონების რაოდენობებს. როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთი დღე, მთელი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი დღე 19 თებერვალი იყო, როდესაც არანაირი საჰაერო თავდასხმა რუსეთს უკრაინაზე არ უწარმოებია და თქვენ ხედავთ აი პერიოდულად ამაღლებულ მაჩვენებლებს და ეს ის მაჩვენებელია, სადაც კომბინირებული მასობრივი შეტევები ხდებოდა და ამის სტატისტიკასაც ცალკე შემოგთავაზებთ, რაც შეეხება უშუალოდ დრონებს. მისი მონაცემები ასეთია: 5023 დრონი გაუშვეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით, აქედან 4381 დრონი ჩამოგდებულია და ამ 5023 დრონიდან 3200 დრონი იყო საბრძოლო. თქვენ იცით, რომ დრონების დაბომბვის დროს არა მხოლოდ საბრძოლო დრონებს, არამედ მულიაჟებსაც უშვებენ ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემების გადატვირთვისთვის. შესაბამისად 3200 იყო ნამდვილი დრონი. პროცენტულ მაჩვენებლებს რომ დაუბრუნდეთ, სულ გაშვებული დრონებიდან 85% ჩამოაგდეს, ხოლო მთლიანად გაშვებული დრონების რაოდენობიდან 64% იყო საბრძოლო დრონი. როგორც ხედავთ, 85%-იანი მაჩვენებელი არის დრონების ჩამოგდების, შემდეგი მონაცემი უკვე ეხება ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას, 42%-იანი მაჩვენებელი არის და ესეც გაზრდილი არის, წინა თვეში 40 იყო დაახლოებით 2%-ით არის ამ შემთხვევაში გაზრდილი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი თვითონ ბალისტიკური რაკეტების გაშვება მხოლოდ თებერვლის თვეში 129 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით და 57 მათგანი ჩამოგდებულია. რაც შეეხება ფრთოსთან რაკეტებს, აქ ჩამოგდების მაჩვენებელი 76%-ია, გაშვებული იყო 163 ფრთოსანი რაკეტა და ჩამოგდებულია 124 ფრთოსანი რაკეტა. შესაბამისად 76%-იანი მაჩვენებელი გვაქვს აქვთ უკრაინელებს ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების შემთხვევაში. რაც შეეხება კომბინირებულ თავდასხმებს, გაორმაგებული არის იანვრის თვესთან დაკავშირებით და ამასაც გაჩვენებთ სულ ცოტა ხანში, მანამდე უშუალოდ თებერვლის თვის კომბინირებულ თავდასხმებზე ვისაუბროთ. 8 დღე გამოირჩა ისეთი, სადაც იყო კომბინირებული მასობრივი თავდასხმა, აქ საუბარი არის, როდესაც ასობით დრონი და ათობით ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტა ერთდროულად მიემართება უკრაინის მიმართულებით და თქვენ ხედავთ, რომ ასეთი იყო 8 დღე და რომ შევხედოთ და შევადაროთ იანვრის თვესთან, აი ასე გამოიყურება შედარება. პირველი მონაცემები არის იანვრის თვის, ხედავთ რომ სულ 4 დღე იყო, როდესაც კომბინირებული თავდასხმა მოახდინეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით, ხოლო თებერვალში 8 იყო ასეთი დღე. გარდა ამისა, აი უბრალოდ რომ შევხედოთ ძალიან მარტივ მონაცემებს, ყველაზე ბევრი რაც იანვარში ესროლეს კომბინირებული თავდასხმის დროს იყო 372 სხვადასხვა სამიზნე, ანუ როგორც ბალისტიკური სეფრთოსანი, ასევე დრონი, ხოლო რაც შეეხება თებერვალში 521 სამიზნეც დაფიქსირდა. ჯამურად რომ შევადაროთ, აი ასე გამოიყურება კომბინირებული შეტევები. აქ საუბარია მხოლოდ კომბინირებულზე, არ ითვლება ის დრონები, რომელიც სხვა დღეებში გაუშვეს, ანუ კომბინირებული შეტევების დროს იანვრის თვეში გაუშვეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1195 დრონი, საიდანაც 1129 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს, რაც შეეხება თებერვლის თვეს 2667 დრონი გაუშვეს რუსებმა და 2419 ჩამოაგდეს უკრაინელებმა, რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, იანვარში 59 გაუშვეს და 30 ჩამოაგდეს, ხოლო თებერვალში 118 გაუშვეს და 25 ჩამოაგდეს, ასე ვთქვათ, ხოლო რაც შეეხება ფრთოსანს 57 რაკეტა იქნა გაშვებული, საიდანაც 37 ჩამოაგდეს იანვარში, ხოლო რაც შეეხება
უშუალოდ თებერვალს 163-122-ზე. როგორც ხედავთ, პრაქტიკულად გაორმაგებული არის როგორც კომბინირებული შეტევების დროს რუსების, ასე ვთქვათ, თავდასხმა უკრაინაზე და მე, რა თქმა უნდა, ეპიზოდებში ამას ვარაუდობდი კიდევაც, რადგან იანვარში, ასე ვთქვათ, თავი შეიკავეს, მორატორიუმი ჰქონდათ, ახლა ეს ყველაფერი ამოიღეს, ასე ვთქვათ, თებერვლის თვეში, მით უფრო რომ ზამთრის ბოლო თვე იყო და თუ კი რამის მიღწევა უნდათ, სწორედ ეს დრო იყო თავდასხმელად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ გააგრძელებს გაზაფხულის და ზაფხულის კამპანიის დროს იერიშებს, აუცილებლად გააგრძელებს, რადგან ის სწორედ ასეთ ცდილობს ფრონტის ზურგში დარტყმით სამოქალაქო მშვიდობიანი მოქალაქეების დაშინებით და ტერორით ამ ომის ბედზე გავლენის მოხდენას, თუმცა 4 წელმა მეხუთე წელი დაიწყო, გვაჩვენა რომ აი ასე უკრაინელების გატეხვა შეუძლებელია. ახლა გადავიდეთ დანაკარგებზეც, უკრაინის გენშტაბის მონაცემების გაგაცნობთ. აი ასე გამოიყურება 1,265,900 რუსი ჯარისკაცი განადგურდა ამ დროის მონაცემებით და დანარჩენ მონაცემებს, ასე ვთქვათ, არ ჩაუყვები, არ წავიკითხავ, თქვენ გაქვთ საშუალება რომ დააკვირდეთ, უბრალოდ გაგაცნობთ მონაცემებს სხვაობა რამდენია. მოკლედ, ცოცხალ ძალაში 26,310 რუსი ჯარისკაცით მეტი გამოაკლდა ცხოვრებას, 88 ტანკი, 125 ჯავშანტრანსპორტიორი, 865 საარტილერიო დანადგარი, 29 რეაქტიული ზალპური ცეცხლის артиლერია, 15 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, თვითმფრინავი ამ თვეში არც ერთი არ ჩამოუგდიათ, ვერტმფრენი 1, სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონი 29709, ხოლო რაც შეეხება მცურვალ საშუალებას 1. მე დაგიტოვებთ ამ მონაცემს და შეგიძლიათ უბრალოდ თქვენთან დააკვირდეთ, თუ კი შედარება გინდათ, პირველ ზოლში წერია 31 იანვრის მონაცემებით როგორი სიტუაცია იყო, მეორე ზოლში წერია 28 თებერვლის მონაცემებით როგორი მოცემულობა გვაქვს. უნდა ვისაუბრო 26,310 გარდაცვლილ დაჭრილან დასახიჩებულ რუსზე. ეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენშტაბის მონაცემები არის და აქვე შეგახსენებთ, რომ მიზნად დასახული აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თვეში 50,000 მინუს 50,000 რუსი. აქ საუბარი არის არა უშუალოდ მოკრულებზე, არამედ დაჭრილებზე, დასახიჩებულებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე და როგორც ხედავთ, მინიმუმ ნახევარი არის იმისი, რაც მიზნად ჰქონდათ აქვთ უკრაინელებს. იმ მინიმუმის თუ მაქსიმუმის შესრულება თებერვალში ვერ მოახერხეს უკრაინელებმა, რაც ჰქონდათ მიზნად დასახული. აქ შეიძლება თავი გაიმართლონ იმით, რომ მოკლე თვე არისო თებერვალია, თუმცა ეს ძალიან სასაცილო იქნება, რადგან 3 დღეში დაახლოებით 20,000 რუსის განადგურება უტოპიური ამბავი არის. შესაბამისად, დაველოდოთ, გადახედავენ უკრაინელები თავის, ასე ვთქვათ, გეგმებს და ეს -50,000 შეიცვლება თუ არა, თუმცა ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ პირველად დაფიქსირდა, როდესაც ომში დაკარგულების რაოდენობამ რუსულ მხარეზე მაქვს საუბარი, გადააჭარბა გაწვეულების რაოდენობას. ასევე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, რომ საუბარი მათ შორის იყო რუსეთში მობილიზაციაზე, თუმცა მე წინა ეპიზოდშიც გითხარით, რომ ჯერჯერობით მსგავს მე პირადად რუსეთში არ ველოდები. თუ კი შენარჩუნდა აი ეს ტემპი, როდესაც უკრაინელები ახერხებენ უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაციას, ვიდრე რუსები ახერხებენ ოკუპაციას, თუ კი შენარჩუნდა ტენდენცია, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოაკლდა რუსეთის მხრიდან ომს, ვიდრე შეემატა არმიას და ეს ტენდენცია თვეობით გაგრძელდა, მხოლოდ ამის შემდეგ ველოდები მე, რომ მობილიზაციას გამოაცხადებს რუსეთი და ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ამ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში, უფრო ადრე მე პირადად ამას არ ველოდები. აქ კიდევ ერთ რამეზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, უკრაინულ დანაკარგებს ვახსენებ და ახლობებით
ორჯერ ნაკლები არის, რაც რუსების დანაკარგები ყველა სტატისტიკის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ, დაახლოებით 10-15,000 უკრაინელი გამოაკლდა ამ ომს აბსოლუტურად ყველა სტატისტიკით, რომელიც გადავამოწმე, ანუ დაახლოებით ორჯერ ნაკლები ვიდრე რუსი ამ შემთხვევაში და ომის ხასიათზე რო ვისაუბროთ, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ასე ვთქვათ, უკრაინას აქვს პირადი შემადგენლობის დეფიციტი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მაინც არის ეს მობილიზებულების არმია. და როდესაც საუბრობთ, რომ უკრაინაში რაღაცა სტატისტიკა იცვლება და მათი მაჩვენებელი, ვინც ომს მხარს უჭერს, მცირდება, ეს ძალიან ბუნებრივი არის. 5 წლის განმავლობაში 5 წელი დაიწყო, მათ ტერიტორიაზე ომია, ძალიან დიდია დანაკარგები სამოქალაქო ნაწილში, სამხედრო ნაწილში, განადგურებულია ქალაქები და სოფლები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას სხვა გზა არ აქვს, ისინი ამ ომს აგრძელებენ, ისინი ომს თუ დაამთავრებენ, უბრალოდ გაქრებიან მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან, შესაბამისად ომი გრძელდება. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ იქ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან მაღალია მხარდაჭერა აი ამ ომის ჯერ კიდევ მოსახლეობაში. თუმცა, როდესაც მე მათ მოხალისეები ჭირდებათ ომში წასასვლელად, ასეთი მოხალისეები ქრებიან, ანუ ომს კი უჭერენ მხარს, ოღონდ უნდათ რომ სხვებმა იომონ. და აი ეს ამბავი არის, თორე არ დაჭირდებოდა ამდენი ფულის ხარჯვა რუსეთს კონტრაქტებზე და კონტრაქტნიკებზე, რომელსაც ავსებს ფრონტს, ხო? შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთში დიდი მხარდაჭერა აქვს ომს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხარდაჭერა ესეთი ეფემერულია და როდესაც პრაქტიკულად მიდგება ხოლმე მოხალისეების შეგროვებაზე, ისინი სადღაც ქრებიან და უჩინარდებიან. რუსებს ურჩევნიათ სხვებმა იომონ და ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამას ყველაფერს ძალიან კარგად ასახავს სტატისტიკას, ვიცით რომ ბურიატები არიან ყველაზე ბევრი, ვინც დაღუპულან უკრაინაში, შემდეგ დაღესტანელები, შემდეგ სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ბოლოს ყველაზე ცოტა ეთნიკური რუსია ამ ომში ლიკვიდირებული. ასე რომ აი ესეთი არის რუსეთის პოლიტიკა. დღეისთვის ასე ვთქვათ, რუკებს აღარ შევეხები, უკვე ეს შემდეგი ეპიზოდებისთვის დავიტოვოთ, როგორც გითხარით, უახლოეს პერიოდში ჯერ მექნება ირანის მიმოხილვა, შემდეგ ისე უკრაინის და ვესტები, ასე ეპიზოდ გამოშვებით ორივე ომი მოვიცვა. დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურა ვიდეოს, იმედია საინტერესო იყო. გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო, თუ ჯერ არ დაგილაიქებიათ, გამოიწეროთ არხი, თუ კი არ ხართ არხის გამომწერი, იახტუროთ კომენტარებში, ხოლო თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვისაც არხი გამოწერილი გაქვთ, აქტიუროთ კომენტარებში, აზრიერებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული, არხი მხოლოდ დონაციებით სარგებლობს. მოკლედ დღეისთვის არსებობს ბოდიში. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, დროებით ნახვამდის.